იმაზე თუ როგორი წარმატებით, კოლოსალური წარმატებით მოვიგეთ ჩვენ 2008 წლის ომი, მე რამოდენიმე გადაცემა მაქვს უკვე. მაგრამ პერიოდულად მაინც უნდა ვილაპარაკო ამ თემაზე და ალბათ უნდა ვილაპარაკო მინიმუმ წელიწადში 2 ჯერ. ახლა იმიტომ მომინდა ამაზე ლაპარაკი, რომ მე-6 ფლოტი, ამერიკის მე-6 ფლოტი, რომელიც არის ისეთი საზღვაო არმადა, რომელსაც დააქვს ატომური ქობინები, მის შემადგენლობაში შედის ატომური წყალქვეშა ნავებიც და წყალზედა ნავებიც. მე-6 ფლოტის ნავებს შეუძლიათ ატომური ქობინის გასროლა. და ახლა წარმოიდგინეთ, იმდენი რაღაცის მერე, რაც ამერიკამ დამართა ირანს, როგორ დაბომბა, როგორ გაანადგურა რაღაცა საშინელი ბომბები რო ესროლა, რომელმაც ჯერ კიდე შარშან ივნისში 13 დღიანის ომის დროს, რომელმაც ჩააღწია მიწის ქვეშ და იქ გაუნადგურა ის ატომური რაღაცა სადგურები კი არა და რა ვიცი მე ლაბორატორიები, სადაც ამუშავებდა იმ თავის იარაღს, რომელიც აკრძალულია მისთვის და რომლის ქონის უფლება მისთვის მსოფლიოს არ მიუცია. და ამ მერე, როდესაც უკვე ახლა ომი დაიწყო 28 თებერვალს, ლინკოლნი, ფორდი, კიდე რაღაცა ისეთი უზარმაზარი მე-13 იყო, რომელიღაც ახლა არ მახსოვს სახელი, ავიამზიდი მივიდა ირანის საზღვრებთან ზღვიდან ირანის სიახლოვეს. და ყველაფერი ამის მერე, როდესაც ირანზე ყველაფერი იქნა გამოყენებული, მხოლოდ ახლა, როდესაც იწყება მესამე ეტაპი ირანის რეჟიმის განადგურების, ამერიკამ მე-6 ფლოტის წყალქვეშა ოღონდ წყალზედა არა, ნავსადგური მიაყენა გიბრალტარს. გიბრალტარი არ არის ძალიან ახლოს ირანთან, მაგრამ ეს არის მუქარა ირანისთვის და ირანს ეს კარგად ესმის. პირველად დაიძრა კიდევ ერთხელ რამდენი რაღაცა გამოიყენა ამერიკამ ირანის წინააღმდეგ და არაფრით არ გამოუყენებია მე-6 ფლოტი. და აი ახლა პირველად დაიძრა მე-6 ფლოტის რაღაც ნაწილები და ირანამდეც კი არა, უბრალოდ ოდნავ იქითკენ, ოდნავ აღმოსავლეთისკენ და ჩადგნენ გიბრალტარში იმის ნიშნად, რომ როდესაც დაიწყება ახლა მესამე ეტაპი ირანის განადგურების, არავინ არ გაბედოს არაფერი ზედმეტი. რა თქმა უნდა არ გამოიყენებენ, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტად მძლავრია მე-6 ფლოტი, მას არ გამოიყენებენ ირანის წინააღმდეგ, არ იქნება ამის საჭიროება, მაგრამ იმისთვის, რომ ძალის დემონსტრაცია მოახდინოს ამერიკამ, გიბრალტარს მიუყენეს მე-6 ფლოტის რაღაც ნაწილები. და კონკრეტულად წყალქვეშა ნავები, რომელსაც ერთი ნავებიც კი არა, რომელსაც შეუძლია, რომ ატომური ქობინი გაისროლოს. მე-5 წელია უკრაინაში მიდის ომი, უსასტიკესი ომი, მაგრამ ამერიკას არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია უკრაინის დასახმარებლად რუსეთის საწინააღმდეგოდ. არაფერი შავ ზღვაში არ შემოსულა მე-6 ფლოტიდან, მე-6 ფლოტის არც ერთი ნაწილი, იმისთვის, რომ უკრაინას რამენაირად გაუადვილდეს ომი. ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი დაესხა საქართველოს 2008 წელს. საქართველოს ზღვებს მოადგა ამერიკის მე-6 ფლოტის წყალზედა, წყალს ქვედა არა, წყალს ზედა და არა ისეთი, რომელსაც შეუძლია ატომური ქობინების სროლა, მაგრამ ეს უკვე იყო უზარმაზარი ნიშანი რუსეთისთვის, რომ თუ საჭირო იქნება ერთი წამი
რომ თუ საჭირო იქნება ამ ფლოტის სხვა ნაწილებიც შემოვლენ საზღვარში და მოადგებიან საქართველოს სანაპიროს. რა გააკეთა ამ გემმა, რომ შემოვიდეს ზღვაში? დაფარა ცა საქართველო, ვოლგოგრადი, მოსკოვი, აი ეს სამკუთხედი, დაფარა ისე, რომ აქ არაფერი არ ჭაჭანებდა. და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მეხუთე დღეს რუსეთი აქიდან გაქცეულიყო ქვის სროლით. ქვის სროლით რა, უნიტაზებით თავდამხობილი. თავდამხობილი არა, თავზე წამოცმული, უნიტაზებით თავზე წამოცმული. ეს იყო უდიდესი სამხედრო წარმატება და სამხედრო დამარცხება რუსეთის. ამ 5 დღის მერე ამაზე რაზეც ახლა ვლაპარაკობ 22 წელს ვილაპარაკე ვიდეოში. იმ ვიდეოს ლინკს აქ დავდებ და იმ ვიდეოზე მიბმულია ლინკები, სადაც არის აი ეს ჩინური დასკვნა. ჩინეთის დაზვერვამ გააკეთა გამოძიება თუ როგორ და რითი იომა რუსეთმა საქართველოში და დადო დასკვნა, რომ რუსეთის არმია საერთოდ არაფრად არ ვარგა და რომ იმ მომენტში აი ამ აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში საქართველოს არმია იყო ძალიან კარგად მომზადებული მასთან შედარებით რაც იყო რუსეთი და რომ რუსეთი არის რაღაცა ნასვრეტებიანი ლახანკა და არა ჯარი. ეს იყო სამხედრო ძალიან დიდი წარმატება. რაც შეეხება პოლიტიკურ წარმატებას, რომელიც იმაზე უფრო დიდი და უზარმაზარი იყო ვიდრე სამხედრო. პირველად რუსეთის ისტორიაში და მსოფლიო ისტორიაში რუსეთი ცნომ მსოფლიომ აგრესორად და ოკუპანტად. კიდევ ერთხელ, რუსეთის ისტორიაში პირველად მსოფლიომ ცნო ის აგრესორად და ოკუპანტად. და საბოლოოდ აღიარა საქართველოს ტერიტორიების სისრულე და სიმთლიანე იმ საზღვრებში, რომელიც დაგვიწესა 91 წელს. რა და როგორ კონკრეტულად? მანამდე 2008 წლამდე მსოფლიოს ჯეროდა იმ ტყუილის, რომ საქართველოში შიგნით იყო რაღაცა კონფლიქტები. რაღაცა ეთნიკური წმენდები, რაღაცა ერთი ერის მეორე ერზე დაჯახება და ვიღაცა აფხაზები, ვიღაცა ქართველებს, ვიღაცა ოსები, ვიღაცა ქართველებს და ნუ მოკლედ საქართველოს შიგნით შეჭამა კონფლიქტები სხვადასხვა ხალხებს შორის. წელს მსოფლიომ ამ თავის არასწორ ხედვას, არასწორ რწმენას თუ არასწორ რაღაცა პასტულატებს გადახედა და აღიარა სიმართლე. აღიარა ის, რომ ეს არის რუსული ომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და არანაირი შიდა კონფლიქტები და არანაირი ეთნიკური კონფლიქტები და არანაირი მსგავსი არაფერი. როდესაც ლაპარაკობენ იმაზე და კიდე 2008 წელს დადასტურდა საქართველოს ტერიტორიის ხელუხლებლობა. მანამდე ეს დასტური ჩვენ მსოფლიოსგან არ გვქონდა. მანამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა საკითხი, შევძლებთ თუ არა ამ შიდა კონფლიქტის მოგვარებას, გვაქვს თუ არა უფლება, როგორ იყო გაეროში დღემდე არსებობს ეს მახინჯი რაღაცა ხმის მიცემის პროცესი, როდესაც გაეროში ქვეყნები იკრიბებიან და ხმას აძლევენ იმას არიან თუ არა თანახმა, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა დაბრუნდეს, აქვს თუ არა ამ მოსახლეობას ამის უფლება. და ამაზე კენჭს იყრიან. და რაც უფრო მეტი წელი გადის, მით უფრო მეტი ქვეყანა იძახის, რომ კი აქვს უფლებაო და დადებითად აძლევს ხმას ამ კენჭისყრას. მაგრამ სულ თავიდან ასე არ იყო. ის ქვეყნები, რომლებიც დადებითად პასუხობდნენ ამ კითხვას, არ იყვნენ უმრავლესობაში და ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ ეყენა საერთოდ ეს კითხვა, რომ გვაქვს თუ არა უფლება, რომ დავბრუნდეთ თუ არა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. იმ მომენტში, როგორც კი ჩვენ მივიღეთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ავტომატურად მივიღეთ დეოკუპაციის უფლება. და ეს არის იმაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიდი გამარჯვება, რაც ჩვენ გვქონდა 91-ში, როდესაც საერთოდ მსოფლიომ გვაღიარა კიდევ ერთხელ. გვაღიარა და აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობა. ჩვენ რო აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ის რო დაგვიდასტურა 91 წელს, აი ამაზე არანაკლები მოხდა 2008-ში, როდესაც კიდევ ერთხელ დაგვისვა დასტური მთელ მსოფლიომ, რომ კი, ეს ჩვენი ტერიტორია უბრალოდ ახლა დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. პირველიც და მეორეც და კიდე ის, რომ რუსეთს პირველად მიეცა ისტორიაში უარყოფითი სტატუსი, ძალიან ცუდად შეეხო ეს მის იმიჯს. მაშინ პირველად დაუწეს ამ მსოფლიომ რუსეთს რაღაცა სანქციები, ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ რაღაცები. მერე მოვიდა ობამა და თავისი გადახალისებით ეს სანქციები თითქმის გააუქმა, მაგრამ მაინც ეს იყო პირველი და ძალიან ძლიერი ისტორიული პრეცედენტი. მანამდე არასოდეს რუსეთს არანაირი სანქცია არ ქონია. აი ეს სამი უზარმაზარი გამარჯვება მოვიპოვეთ ჩვენ, რომელთან შედარებით ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა ოკუპირა 93 წელს. 1993 წელს. და ის, რომ ამ ტერიტორიებს ოდნავ კიდე დაემატა, აბსოლუტურად არაფერია იმასთან შედარებით, რომ სოფლიომ ჩვენ დაგვიდასტურა, რომ ეს რუსული ოკუპაციაა და არანაირი შიდა კონფლიქტები. და დეოკუპაციის უფლება რომ მოგცა, ეს ბევრად უფრო წონიანი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად უფრო სერიოზული მოვლენაა, ვიდრე იმ რაღაცა ზემოსვანეთის თუ სამეგრელოს დროებით აი ამ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. შედარება შეუძლებელია. მანამდე თუ იყო ოკუპირებული 18% და მერე გახდა 20%, აი ეს 2%-ია, 3%-ია თუ 5%, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს საბოლოო ჯამში. იმ მთებიდან გამოსული და დევნილი ადამიანები 2008 წლის ოკუპაციიდან ბევრად უფრო შეუდარებლად მცირე რაოდენობაა იმ ადამიანებთან, ვინც იყვნენ დევნილები 93-დან. და დროებით აი ამ დისკომფორტის განცდა 2008 წლიდან, აი ახლა იმ წლამდე, როდესაც ჩვენ დეოკუპაციას დავიწყებთ, კიდევ ერთხელ არის ზღვაში წვეთი და ბევრად უფრო უმნიშვნელო იმასთან შედარებით, თუ რისი უფლება მოვიპოვეთ. ეს არის ოდნავ პატარა ნაბიჯი უკან, იმისთვის რომ მივიღეთ უფლება გადავდგათ 20, 50 და 100 ნაბიჯი წინ. და მოვახდინოთ საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია რუსეთისგან და არა რაღაცა ჩვენი ეთნიკური პატარა რაღაცა ტომების თუ ხალხების თან ომის ხარჯზე თითქოს. და იმ ომის საშუალებას მსოფლიო არ გვაძლევდა არანაირად
და იმ ომის რო გვეთქვა მაგალითად რო არ გქონოდა ოკუპაციის სტატუსი და დაგვეწყო ჩვენ ტერიტორიების გათავისუფლება ოფიციალურად რადგან არ იყო ცნობილი რომ ეს რუსეთმა გააკეთა ჩვენ მოგვიწევდა თითქოს რუსეთის როგორც მშვიდობის მყოფელის ისე მოშორება ამ ტერიტორიიდან და მერე თითქოს იმ ოკუპირებული ჩვენივე ოკუპირებული მოსახლეობის ტერიტორიიდან განდევნა ან მათთან ომით ან მათთან რაღაცით. აი ამას სოფლიო არანაირად არ დაუჭერდა არასოდეს მხარს პოლიტიკურად. და როდესაც მსოფლიო მოგვცა ჩვენ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი, ამის მერე უკვე დეოკუპაციას ვერავინ ვერასოდეს ვერ გააპროტესტებს. არანაირი არგუმენტი ცივილიზაციის იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენ დასავლურ ცივილიზაციას ვეძახით და ვისი აზრით საერთოდ გვაინტერესებს, დანარჩენის აზრი არ გვაინტერესებს, იმათ არასოდეს არ ექნებოდათ არაფერი საწინააღმდეგო იმისათვის, რომ ჩვენ დაგვეწყოთ დეოკუპაცია. ოფიციალურად არ ექნებოდათ. თორე კულუარულად ვიცით, რომ ძალიან კარგადაც ჰქონდათ და 2009-ში, 10-ში და 11-ში, როდესაც საქართველოს დაიწყო აქტიური გაძლიერება, კიდევ უფრო მეტად გაძლიერება ჯარის და იარაღის შეძენის და იარაღის წარმოების და იარაღის დაგროვების იმისთვის, რომ დეოკუპაცია მოგვეხდინა. გერმანია მაგალითად არაფერს არ გვაძლევდა და ამბობდა, იმიტომ არ გაძლევთ, რომ მე პუტინს დავპირდი, მერკელი ამბობდა და არ შემიძლია, რომ რამე მოყიდოთო, ტყვია, ერთ ცალტყვიასაც კი ვერ მოყიდითო. იგივე იძახდა ობამას ამერიკა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჩუმად კულუარულად, იმიტომ რომ ოფიციალურად ვერავინ ვერ გაბედავდა, რომ ასეთი რაღაცა ეთქვა, რომ უკაცრავად საქართველოს არ აქვს დეოკუპაციის უფლება. ჩვენ ეს ფიზიკურად ვერ მოვასწარით, იმიტომ რომ მოვიდა ხიხო და იმიტომ რომ რუსეთმა დაგვიპყრო, იმით რომ შემოგვუტენა ივანიშვილი, თორე კიდე ცოტა ხანი რომ გაგრძელებულიყო მიშას პრეზიდენტობა, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებდით იმავე მომენტში, როგორც კი ობამა დატოვებდა თეთრ სახლს. მანამდე საკმარისად და საკმაოდ გაძლიერებულები ვიქნებოდით, ისიც კი საკმარისი იქნებოდა, რომელ იარაღსაც ჩვენ თვითონ ვაწარმოებდით. ეს წარმოება საქართველოში დააფუძნა ბაჩო ახალაიამ. ზუსტად იმისთვის დააფუძნა ბაჩო ახალაიამ ეს, რომ ჩვენ დავრუნებულიყავით აფხაზეთში. მაგრამ რუსეთმა არ გვაცალა, ხიხო შემოგვტენა და ახლა აბა ომი გინდათ, უტრაკო ჩმორები ვართ. სამხედროებს ძალიან უყვართ ხოლმე ამ თემაზე კამათი და ისეთი აპლომბით, რომ ვითომ შენ იქ იყავი, შენ ომში იყავი, რომ ამას ამტკიცებ, რომ თვითონ შენ რამე გინახია საკუთარი თვალით, აი მე ისეთები მაქვს ნანახი და ისეთები მამნა ასე გარბოდნენ და ისე გარბოდნენ და ასე რაღაცა დავყარეთ და ისე რაღაცა დავტოვეთ და ეს ყველაფერი არის ძალიან უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რა შედეგები დაიდო საბოლოოდ. და ეს შედეგები დაიდო მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ყავდა მიხეილ სააკაშვილის გუნდი. ის რომ ამერიკამ აქ გემი მოაიყვანა, რომლის გამოც რუსეთი გაიქცა, პირადად მიშას ბრალია, იმიტომ რომ ბუშს შესცა მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით 24 საათი მობილურს არ აგდებდაო ხელიდან მიყვება თემო ჯანაშია თემო მის პირადი დაცვა იცით. უბრალოდ 24 საათი არ თიშავდაო მობილურს და გაუჩერებლად ელაპარაკებოდა ბუშს, მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტს მუქარის ტონით. რომ შენ თუ ახლა ამას არ გააკეთებ, მე შენ ისე გიზამ, ამას გიზამ, იმას გიზამ და გავანადგურებ შენ პოლიტიკურ კაპიტალს და პოლიტიკურ იმიჯს. და ბოლოს გაბედა მერე ბუშმა და ეს გააკეთა. რომ არა მიშა
არასოდეს არაფერი მსგავსი მანამდე არ მომხდარა და არც მიშას მერე არავის არ გაუკეთებია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე-5 წელია უკრაინაში უსასტიკესი ომი მიდის, უამრავი ადამიანი დაიხოცა, მაგრამ ამერიკას უკრაინისთვის ასეთი რაღაცა არ გაუკეთებია. ცა არ დაუხურავს. უკრაინა თვითონ ნელ-ნელა დღემდე სწავლობს იმას, რომ ცა კონდეს დაცული, რაღაცა დოზით დაცული აქვს, მაგრამ ბოლომდე არა და ვერა. ხო და ბოლომდე რო არა და ვერა, რომ ეს ძალიან რთული რაღაცაა, ისრაელმაც გვაჩვენა. მიუხედავად იმის, რომ ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცის დაცვა აქვს, რაც კი რამე არსებობს, მაინც ირანმა რაღაცეები რო ისროლა ახლა მარტში, ისრაელში რაღაცეებს მოხდა და სახლები დაინგრა და მოსახლეობის რაღაცა ნაწილი დაიხოცა. და საქართველოს ამერიკამ ერთი გემით ისე დაუფარაცა, რომ ბუზი ვერ დაფრინავდა. მაგცაზე, სანამ ის გემი აქ იდგა და ჩვენ გვფარველობდა. საკმაოდ გასაგებია, რომ რაღაცა სამხედროებს წყინთ, რომ ვიღაცა სადღაც გარბოდა. საკმაოდ გასაგებია და ნორმალურია. მაგრამ ამის გამო, რომ შენ ვერ დაინახო, ის უზარმაზარი შედეგი, რაც საბოლოოდ დაიდო, არის, ჩემი აზრით, მტრის რენეგატობა, დღემდე ამაზე ლაპარაკი და აი რაღაცა უსასტიკესი ბოღმიანობა. და ასეთ ადამიანებს რა უნდოდათ იმის სანაცვლოდ, რაც მოხდა, აი მაგალითად რა წარმოედგინათ, რომ იმ მომენტში საქართველოს ყავდა 40,000-იანი ჯარი. და რომ 40,000-იანი ჯარით უნდოდათ, რა უნდოდათ იმის გაკეთება, რაც დღემდე უკრაინას ვერ მოუხერხებია? მილიონიანი ჯარით? მოსკოვამდე მიდიოდნენ, თუ აი რას აკეთებდნენ. თუ იმის იმედი ქონდათ, რომ ახლა მთელი, რა ვიცი მე, ამერიკის ჯარი აქ ჩამოვა, ევროპის ჯარი აქ ჩამოვა, კიდევ ვინ უნდა ჩამოსულიყო და ვისთან ერთად უნდა გაგვეკეთებინა იმაზე მეტი, რაც გავაკეთეთ. აბსოლუტურად ალოგიკურია, აზრს მოკლებულია, მიამიტურია და ინფანტილურია. იმაზე ჩივილი და იმაზე წრიპინი, რომ ჩვენ 2008 წელს თითქოს რაღაცა მეტი ფიზიკურად შეგვეძლო და არ ვქენით. ეს არის აბსოლუტური ინფანტილიზმი. და ამ ინფანტილიზმში არის ძალიან დიდი დოზით მტრის სასარგებლო იდიოტიზმი. უკრაინამ 5 წლის განმავლობაში 1 მილიონიანი ჯარით ვერ გააკეთა ის, რასაც ეს აი რაღაცა ნაწილი თუ რაღაცა მასა აი ამ ვითომ სამხედროების, იმიტომ რომ სამხედროს უფრო მეტი ჭკუა უნდა მოეკითხებოდეს თავისივე საქმეში და უნდა შეეძლოს ადეკვატურად შეფასება საშუალებების და რეალობის. თან იმ მომენტში, როდესაც უკვე მიდიოდა ომი, ჯერ კიდე არ აღიარებდა მსოფლიო, რომ რუსეთი გვეომება. იმის აღიარება, რომ ეს რუსული ომია და რუსული ოკუპაცია მოხდა, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. მანამდე ტალიავილის დასკვნა გვახსოვს ყველას, რომ საქართველოს დაიწყო და მძინარე ცხინვალს ესროლაო. ისიც გვახსოვს, რომ სარკოზი ძალიან აწვებოდა მიშას, რომ ტერიტორიები მიეციო. და იმის მერე, რაც მიშამ ასეთ რაღაცას ხელი არ მოაწერა და მიშამ აიძულა მთელი ევროპა, რომ გარანტებად ჩადგომოდნენ იმ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს საერთოდ მთლიანად უნდა გაეყვანა ყველა ჯარი საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან.
აი ასეთ რაღაცაზე რომ მოაწერინა რუსეთს ხელი და მე ევროპა ვერანაირი გარანტი ვერ შეიქმნა და ვერაფერი ვერ გააკეთებინა რუსეთს. მხოლოდ ამის მერე აღიარა მსოფლიომ რომ კი ბატონო შენ ხარ რუსეთის მიერ ოკუპირებული. და მანამდე არავინ არ მოგეხმარებოდა არაფრით იმისთვის რომ შენ რუსეთისთვის მეტი წინააღმდეგობა გაგეწია და სადამდე მოსკოვამდე თუ არა რაღაცა ვლადიკავკაზამდე მაინც ჩასულიყავი ამის არაფერს არ მოგცემდნენ არც იარაღს არც საშუალებას არც პოლიტიკურ თანხმობას არაფერს საერთოდ და 40,000-იანი ჯარით ამის გაკეთება არის ისეთი ზღაპარი და ისეთი ფანტაზია რომ საერთოდ გიკვირს მერე რომ ამ ადამიანებს ამ სამხედრო სფეროში რაღაცა თანამდებობები საერთოდ როგორ ქონდათ თუ ამდენს ვერ ტვინავენ და თუ ამდენი უსაფუძვლო შტერი და цаრიელი ამბიცია ქონდათ რომ დღემდე მღიჩს აი ასე მაშობიან ირტყამენ და შეგვეძლო და გავიქეცით და სირცხულე ვჭამეთ და ტერიტორიები ჩაბარდა და რაღაცა ძალიან დიდი დებილობაა. და დავასრულოთ იმით, რითაც დავიწყეთ. იმის მერე, რაც ამერიკამ ლამის ყველაფერი გამოიყენა ირანში და ლამის თითქმის მიწასთან გაასწორა ირანი და ახლა მესამე საბოლოო ეტაპს იწყებს ირანის რეჟიმის განადგურებისა, მხოლოდ ახლა დაუქნია ამერიკამ თითიდან თავისივე საკუთარ ომში. ის კი არა რომ ვიღაცას ეომება და ამერიკავის მხარესაც არის იმას რაღაცნაირად დაეხმარა. არა, თავის საკუთარ ომში პირველად გამოიყენა ირანისთვის თითის დასაქნევად მე-6 ფლოტის რაღაც ნაწილები. მიიყვანა გიბრალტარამდე. და მანამდე ეს პირველად ისტორიაში გაუკეთა საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს ყავდა პრეზიდენტი მიშა. დიდება მიშას. საქართველო გაიმარჯვებს და დაამარცხებს რუსეთს, იმიტომ რომ საქართველოს ყავს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მეტი სხვა არაფერი, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არ აგვაქვს ისეთი, რითაც ჩვენ ოდნავ მაინც რაღაცა შეგვიძლია. 2008 წელი იყო ჩვენი უდიდესი გამარჯვება ყველა მხრიდან და ვისაც ყოფნის უსინდისობა და პირზე დორბლი, რომ ამას რაღაცნაირად ეკამათოს რუსის რენეგატია. საქართველო იქნება დეოკუპირებული, უკრაინა იქნება დეოკუპირებული, რუსეთი არ დარჩება შავ ზღვაზე.